რუსეთის მოქმედება და ჩინეთის მოქმედება ზოგიერთმა შეიძლება ეს აღიქვას, რომ ჩინეთი და რუსეთი ტანდემში მოქმედებენ. სინამდვილეში ეს ასე არა, ჩინეთის საერთოდ აწარმოებს თავის პოლიტიკას და იმას რუსეთის პოლიტიკა ვერ ახდენს გავლენას ჩინეთზე. ჩინეთის პოლიტიკას შეუძლია გავლენა დღეს მოახდინოს რუსეთზე, იმიტომ რომ რუსეთი ბევრწილად დამოკიდებულია ჩინეთზე. და რუსეთი ვერ ახდენს ჩინეთზე გავლენას, ჩინეთს ვერ მიუთითებს რუსეთი, აი შენ ასე უნდა მოიქცე, ისე უნდა მოიქცე. არ აქვს რუსეთს ამისი რესურსი, ამის ძალა. დღეს ჩინეთს აქვს ეს ძალა, რომ რუსეთს შეიძლება რაღაცა რუსეთის პოლიტიკაში შეიტანოს რაღაცა კორექტირება საგარეო პოლიტიკაში, თუმცა ამას თავად რუსეთიც არ მალავს უკვე, რომ ბევრწილად დამოკიდებულია ჩინეთის საგარეო პოლიტიკაზე და რაც არ უნდა სასაცილოდ ღჯერდეს ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკაზე, იმიტომ რომ რუსეთი უკვე გახდა დამოკიდებული სამხედრო დახმარების ჩრდილოეთ კორეიდან. მიუხედავად თავის რიტორიკისა, რომ ჩვენ შეგვიძლია მთელ საყვარელს დაუპირისპირდეს, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს ჩრდილოეთ კორეიდან შემოდის საარტილერიო ჭურვები, საარტილერიო დანადგარები და მათ შორის ცოცხალი ძალაც. ეს რაც ხდის რუსეთს დამოკიდებულს უკვე ჩრდილოეთ კორეაზე.